სტოგერი M3000 ბიუჯეტული ინერციული ნახევრად ავტომატების საიმედო ეტალონი. თუ იარაღის ბაზარზე ეძებთ თოფს, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის იტალიურ საიმედოობას, ამერიკულ პრაქტიკულობასა და ხელმისაწვდომ ფასს, თქვენი არჩევანი აუცილებლად შეჩერდება ლეგენდარულ მოდელზე სტოგერი M3000-ზე. დღესდღეობით ეს თოფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიუჯეტური ნახევრად ავტომატია მონადირეებში. ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილავთ იარაღის ევოლუციას, მის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. ისტორია და მოდელების ევოლუცია M2000-დან M3000V2-მდე. ბევრს შეცდომით გონია, რომ სტოგერი თურქული ბრენდია, თუმცა რეალურად სტოგერი გახლავთ ისტორიული ამერიკული ბრენდი, რომელიც ჯერ კიდევ 1923 წელს დაარსდა ნიუ-იორკში. დღესდღეობით სტოგერი შედის ცნობილი იტალიური ჰოლდინგის ბერეტას შემადგენლობაში. თავად თოფების, მათ შორის M3000 სერიის, წარმოება და აწყობა ხდება თურქეთში, თუმცა ბერეტას მიერ დანერგილი ხარისხის კონტროლი აყვანილია უმაღლეს დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, რომ თითეული იარავი პასუხობს საერთაშორისო მკაცრ სტანდარტებს. სტოგერი M2000-ის ეპოქა. ისტორია აქტიურად დაიწყო 2000 წელს, როდესაც ბაზარზე გამოვიდა სტოგერი M2000. ეს იყო კომპანიის პირველი სერიოზული განაცხადი ნახევრად ავტომატურ იარაღებში. M2000 მუშაობდა ბენელის, რომელიც ასევე ბერეტას ჯგუფში შედის, ლეგენდარული ინერციული სისტემით. მიუხედავად პოპულარობისა, მოდელს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, რამაც კომპანიას მოდერნიზაციისკენ უბიძგა. სტოგერი M3000-ის გამოჩენა და ვაზნის მუხტის სპეციფიკა. 2012-13 წლებში ბაზარზე გამოვიდა სრულიად განახლებული პლატფორმა სტოგერი M3000. ინჟინერებმა გააძლიერეს საკეტის კონსტრუქცია და გააუმჯობესეს ვაზნის მიწოდების მექანიზმი. მნიშვნელოვანი პრაქტიკული დეტალი. იმისათვის, რომ M3000-ის ინერციულმა მექანიზმმა იმუშაოს შეუფერხებლად და ავტომატიკამ გადატენვისას ხარვეზი არ მოგცეთ, აუცილებელია მინიმუმ 28 გრამიანი ტყვიის საფანტით დამუხტული ვაზნების გამოგენება. უფრო მსუბუქი, მაგალითად 24 გრამიანი სპორტული მუხტები, ხშირად არ არის საკმარისი ძალის, რათა მყარად შეკუმშოს ინერციული ზამბარა. იარაღი იდეალურად მუშაობს 28 გრამიდან ზემოთ, მათ შორის მძიმე მაგნუმ მუხტებზეც. ახალი თაობა სტოგერი M3000V2. ბრენდი განაგრძობს განვითარებას და ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი თაობის სტოგერი M3000V2. ეს არის მოდელის ღრმა რესტაილინგი, სადაც აქცენტი ერგონომიკასა და კომფორტზე გაკეთდა. განახლებული დიზაინი, კალაპოტის, რესივერის და კონდახის ფორმები უფრო თანამედროვე გახდა. გადიდებული მართვის ელემენტები, საკეტის სახელნი, charging handle და დამშვები ღილაკი, bolt release, საგრძნობლად დიდია, რაც აადვილებს თოფის გამოყენება ხელთათმანებით ან ექსტრემალურ სიტუაციებში. ერგონომიული კონდახი, გაუმჯობესდა ბალანსი და შემცირდა უკუცემის შეგრძნება. ლულა და ბალისტიკური მახასიათებლები. სტოგერ M3000-ის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე მისი ლულაა. ტესტირება 1400 ბარზე. თითოეული ლულა ქარხნულად გადის მკაცრ გამოცდას 1400 ბარი წნევის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ იარაღს აქვს უსაფრთხოების უზარმაზარი რესურსი. ფოლადის საფანტის მხარდაჭერა. ლულები სპეციალურად არის სერტიფიცირებული ფოლადის საფანტის Steel Shot გამოსაყენებლად, რაც ეკოლოგიური სტანდარტების გამო ბევრ ქვეყანაში აუცილებელი მოთხოვნაა. შიდა დიამეტრი. სტოგერ M3000-ის შიდა დიამეტრი შეადგენს 18,4 მიასედი 18,5 მიასედი მილიმეტრს. ეს კლასიკური პარამეტრი უზრუნველყოფს საფანტის იდეალურ ჭრას, თანაბარ განაწილებას და საუკეთესო საწყის სიჩქარეს. ჩოკების სტანდარტი. მნიშვნელოვანი პლუსი ისიცა, რომ სტოგერი იყენებს ბერეტა ბენელი მობაილ ტიპის სტანდარტის ცვლად ჩოკებს. ეს მონადირეს უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ამ ტიპის ჩოკები ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და მათი სხვადასხვა ვარიაციის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. მოდიფიკაციები. ყველასთვის და ყველაფრისთვის. სტოგერ M3000 იწარმოება სხვადასხვა კონფიგურაციით, რათა მაქსიმალურად მოერგოს მსროლელის საჭიროებებს. სტოგერ M3000 სინთეტიკ. აღჭურვილია შავი პლასტმასის კონდახითა და ტიპჯირით. იგი მაქსიმალურად მდგრადია ნაკაწრებისა და ნესტის მიმართ. სტოგერ M3000 Wood.
კლასიკური მოდელი კაკლის ხის კონდახით, რომელიც ტრადიციული იერის მოყვარულებზეა გათვლილი. Stoger M3000 კალო. თოფი დაფარულია სხვადასხვა პოპულარული შენიღბვის პრინტით, მაგალითად Real 3 ან Mossy Oak, რაც საუკეთესოა იხზე ნადირობისას. Stoger M3000 Peregrine, Deluxe. გამოირჩევა გრავირებული კალაპოტითა და პრემიუმ კლასის ხის მასალით. Stoger M3000 Sporting, სპეციალურად სასტენდოს როლისთვის შექმნილი ვერსია, დაგრძელებული ლულითა და მაღალი სამიზნე თამასით. Stoger M3000 Freedom Series, Defense, ტაქტიკური მოდიფიკაცია, რომელიც აღჭურვილია მოკლე ლულითა და დაგრძელებული მჭიდის მილით, ტევადობით 7+1 ან 10+1, თავდაცვისა და პრაქტიკული სროლისთვის. Stoger M3000-ის დაშლა და აწყობა. ინერციული სისტემის ერთ-ერთი უდიდესი პლუსი მისი სიმარტივეა. ნამწვი არ ხვდება მექანიზმში, რაც დაშლასა და წმენდას საოცრად აადვილებს. კონსტრუქციული თავისებურება. Stoger M3000-ში უკუმოქმედების დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია არა კონდახში, არამედ მილურ მჭიდზე, პირდაპირ ტიბჟირის ქვეშ. არასრული დაშლის ეტაპები. უსაფრთხოების შემოწმება, აუცილებლად დარწმუნდით, რომ თოფი განმუხტულია. გახსენით საკეტი, შეამოწმეთ სავაზნე და მჭიდის მილი. მჭიდის თავსახურის მოხსნა. მოახრახნეთ მჭიდის წინა თავსახური. ლულისა და ტიბჟირის მოხსნა. ნელა გამოსწიეთ ლულა წინ ტიბჟირთან, ცევიოსთან ერთად. ამ დროს გამოჩნდება მილურ მჭიდზე წამოცმული მთავარი უკუმოქმედების ზამბარა. საკეტის სახელურის მოხსნა. სხეულზე ოდნავ მიაწექით საკეტის ჩარჩოს უკან და მკვეთრი მოძრაობით ამოაძვრეთ საკეტის სახელური. Charging handle. საკეტის ჯგუფის ამოხება. გამოაძვრეთ საკეტის მთლიანი ჯგუფი, bolt assembly, კალაპოტის წინა მხრიდან. დამსხლეთ გამშვები მექანიზმის მოხსნა. გამოაძვრეთ კალაპოტზე არსებული ფიქსატორი პინი და ამოიღეთ დამსხლეტი მექანიზმი ქვემოდან. აწყობა. აწყობა ხდება ზუსტად უკუთან მიმდევრობით. საკეტის ჯგუფის ჩასმისას დარწმუნდით, რომ ის სწორად უკავშირდება მჭიდის მილზე არსებულ უკუმოქმედების მექანიზმს. Stoger M3000 როგორც იდეალური ტაქტიკური პლატფორმა და საპროექტო იარაღი. Stoger M3000-ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარე არის ის, რომ იგი წარმოადგენს სრულყოფილ ბაზას სხვადასხვა პროექტებისთვის. მისი ხელმისაწვდომი ბიუჯეტური ფასის გამო მსროლელებს არ ეშინიათ იარაღის მოდიფიცირება. ამას ხელს უწყობს მისი უნიკალური კონსტრუქციაც. ვინაიდან უკუმოქმედების ზამბარა მჭიდის მილზეა განთავსებული და არა კონდახში, იარაღის ტაქტიკური ტიუნინგი საოცრად მარტივია. მჭიდის დაგრძელების შესაძლებლობა. ქარხნული სანადირო მოდელები როგორც წესი 5+1 ტევადობით გამოდის, თუმცა Stoger M3000-ზე მჭიდის ტევადობის გაზრდა ელემენტარულია. ბაზარზე არსებობს უამრავი ბრენდის, მაგალითად Nordic Components, Brili, MOA Precision, მჭიდის დამაგრძელებელი მილები. თქვენ შეგიძლიათ თოფის მჭიდი მარტივად გახადოთ 7+1, 10+1 ან თუნდაც 12+1 ვაზნიანი. ეს მოდიფიკაცია იარაღს წამებში აქცევს სტანდარტული სანადირო თოფიდან მრისხანე ტაქტიკურ ან სპორტულ ინსტრუმენტად. კოლიმატორის და ოპტიკის დაყენება. იარაღის კალაპოტის, რესივერის ზედა ნაწილი ქარხნულად არის ხრამი მოჭრილი და მასზე დაყვანილია სახრახნი ადგილები. მსროლელს არ ჭირდება ხელოსანთან თოფის მიტანა და ლულის გაფუჭება. საკმარისია პიკატინის ან ვივერის თამასის ყიდვა და მისი 4 ჭანჭიკით დაფიქსირება. ამის შემდეგ იარაღზე შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი თანამედროვე ტაქტიკური კოლიმატორი, Red Dot, სწრაფი მიზანმიმართული სროლისთვის, ღამის ხედვის ან თერმული სამიზნეები, დეტალების შეცვლა და 3G ტიუნინგი. ამერიკაში Stoger M3000 პრაქტიკული სროლის, 3G და EPSC-ს ნამდვილ ლეგენდად იქცა. მსროლელები ყიდულობენ ბიუჯეტურ M3000 და ბაზარზე არსებული უამრავი წერტილი aftermarket დეტალის წყალობით მას საკუთარ გემოვნებაზე აწყობენ. შესაძლებელია შემდეგი დეტალების მარტივად შეცვლა. საკეტის გადიდებული სახელური და დამშვები ღილაკი, სროლის ტემპისა და კომფორტის გასაზრდელად. მჭიდის ფანჯრის გაფართოება, loading port quad loading, კალაპოტის ქვედა ნაწილის ქლიბვით ან მზა სპორტული დეტალებით შეცვლით, ვაზნების 2-2 ან 4-4 სწრაფი შეყრა, quad load-ი საოცრად მარტივდება. ტაქტიკური კონდახები. ვინაიდან კონდახში ზამბარა არ არის, Stoger M3000-ზე შეგიძლიათ დააყენოთ პისტოლეტის სახელურიანი, pistol grip კონდახები, რაც თავდაცვისა და ტაქტიკური მანევრირებისას იარაღის კონტროლს ბევრად აუმჯობესებს. კომპლექტაცია და მორგება shim kit.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იარაღს კომპლექტში მოყვება სპეციალური პლასტმასის ფირფიტები, შიმები. მათი საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ კონდახის დახვრის კუთხე, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად, cast და drop. ეს საშუალებას გაძლევთ, იარაღის ანატომია იდეალურად მოარგოთ თქვენს მხარსა და სახეს. შეჯამება. სტოგერი M3000, განსაკუთრებით კი ახალი V2 ვერსია, არის იარაღი, რომელსაც პრაქტიკულად არ ყავს კონკურენტი თავის საფასო კატეგორიაში. ამერიკული ბრენდის მემკვიდრეობა, ბერეტას მკაცრი ქარხნული კონტროლი, მილურ მჭიდზე განლაგებული უკუმოქმედების ზამბარა და 1400 ბარზე დატესტილი გამძლე ლულა, რომელიც ძლიერ დატვირთვებზე და მათ შორის ფოლადის საფანძზეა გათვლილი, ამ თოფს საიმედოობის გარანტად აქცევს. მთავარია, გამოიყენოთ სწორად შერჩეული ვაზნები, 28 გრამიდან ზემოთ და ეს იარაღი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ.